სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანუდაცმანო ჩვენ პირველი კვირა გვაქვს დიდმარხვისა, რომელსაც ესე ეწოდება წმინდა ეკლესიამ ესე უწოდა ზეიმი მართლმადიდებლობისა. ეს იცით რაღაც ესეთი ისტორიული მოვლენა იყო, რომ მე-7-მე საუკუნეში ხატმებრძოლეობის ერესი დაიწყო. მე გეტყვით, რასაც ნიშნავდა მოგვიანებით ეს ხატმებრძოლეობის ერესი. უარყოფა ხატებისა, ერთი სიტყვით, მაგრამ უფრო წვრილადაც გეტყვით და როდესაც შედგა ამის გამო კრება და მიიღეს დაადგინეს დოგმატი, რომ ხატის თაყვანისცემა არავითარ შემთხვევაში არ არის კერძთაყვანისმცემლობა, არამედ სიწმინდის თაყვანისცემა და ზოგადად სიწმინდეთა თაყვანისცემისათვისაც ჰქონდათ ესეთი რაღაცა უარყოფითი დამოკიდებულება. გეტყვით რატომაც. დაადგინეს, რომ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს კვირა ყოფილიყო მართლმადიდებლობის ზეიმი. მაგრამ ამის შემდგომ უკვე ამ ისტორიულ მოვლენას ცოტა უფრო ფართო გაგება მიეცა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ხატთაყვანისმცემლობის რაღაცა ხატთა უარყოფის ერესის უარყოფა და ამის გამო გამარჯვება, არამედ თუ კი რაიმე წვალებლობა და ერესი შემოსულა ქრისტიანულ ისტორიაში და ჩვენს კაცობრიობის ისტორიაში, აბსოლუტურად ყველას იცით რა, ცოტა ხმა არ მაქვს და ბავშვები თუ ხმაურობენ გარეთ გაასეირნით რა, ვერ ვლაპარაკობ. რაღაც ისაა რა ქვია, ალერგია მაქვს რაღაცას. და ეს იყო აბსოლუტურად ყველა ნებისმიერ რაღაცა შემოსულ წვალებლობაზე თუ ერესზე გამარჯვება. მაგრამ მე მინდა გითხრათ, მართლმადიდებლობა ესეთი სიტყვა ორთოდოქსია. ორთო მართალს ნიშნავს და დოქსია დიდება, აი დოქსოლოგია მსახურებასაც რო ვასრულებთ, სადიდებელი მსახურება ქვია და რა არის ეს? ერთია მართლმორწმუნეობა და მეორეა მართლის მადიდებლობა, ანუ სიმართლის მადიდებლობა. ეს მე მინდა თქვენ რომ კარგად იცოდეთ, იმიტომ რომ მართლმორწმუნეობა მართლმორწმუნეს თავის თავს მუსულმანიც ეძახის, რომ მე მართლმორწმუნე ადამიანი ვარ. და შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ მე მართლმორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ მართლად დიდება უფლისა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მართლმორწმუნეობა. იმიტომ რომ სარწმუნოებაზე თუ ვილაპარაკებ, ეშმაკსაც სწამს რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ იცის და სწამს, მაგრამ კი ვერ ადიდებს და კი არ ადიდებს, იმიტომ რომ თავისი ეშმაკეული საქმითაა დაკავებული. ასე რომ ადამიანით ჩვენ ძალიან ხშირად მარხვაში რომ შევახსენებთ, რომ ესე იგი მარხვის დროს მარხვა და ლოცვა აუცილებელია და ღვაწლი აუცილებელია, სწორედ ამიტომ, იმიტომ რომ სარწმუნოებით მხოლოდ ვერ ცხონდება ადამიანი ამ სარწმუნოებით, რომ ესე იგი ღმერთი არსებობს. ღმერთი რომ არსებობს, ეს ეშმაკმაც იცის და მეცაც გეტყვით, მარხვა საერთოდ არ ჭირდება, საერთოდ არ ჭამს საჭმელს. და ამიტომ ადამიანი რომ არ დაემსგავსოს მას ამ თვისებით, რომ მე მწამს და მე ვთქვათ არ შევჭამ ამის გამო, არა, ეს ეშმაკის მსახურება შეიძლება გავდეს. ჩვენ იცით, აი დღევანდელი დღიდან გამომდინარე რა შეგვიძლია ვთქვათ, რატომ დაიწყო ხატების უარყოფა, რა ერესი იყო ეს? ეს პირდაპირ უკავშირდება მაცხოვრის განკაცებას, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში კატეგორიულად აკრძალული იყო რაიმე ქანდაკება, ხატი, ესეთი რამ არ შეიძლებოდა. რატომ გეტყვით? იმიტომ რომ წერია პირდაპირ ღმერთი არასადავის უხილავს და როგორ შეიძლებოდა რომ მისი გამოსახულება ვინმეს გაეკეთებინა. ყველა შემთხვევაში კერძთაყვანისმცემლობისაკენ იქნებოდა რაღაცა ან როგორ გამოსახავდა ადამიანი ღმერთს, რომელიც არ უხილავს. მაგრამ ახალი აღთქმის შემდგომ შეიცვალა ეს ვითარება, იმიტომ რომ ქრისტე მოევლინა კაცობრიობას და მე მისი გამოსახვა უკვე შემიძლია, იმიტომ რომ როგორც ადამიანი რომ დადიოდა ამ ქვეყანაზე და როგორც ადამიანი ცხოვრობდა, რა თქმა უნდა, მე მისი გამოსახულება ვიცი. და ეს გამოსახულება მე შემიძლია გადავიტანო ხატწერაზე და თაყვანისმცე ქრისტეს და არა ფიცარს, რომელზეც ის არის დახატული. აი ეს არის პრობლემა. ამიტომ ეშმაკი ყველანაირად ცდილობს დანუდაცმანო, რომ რაღაცნაირად დაბრკოლება მისცეს ადამიანს, რომ მართლ სარწმუნოებაში კი არა, მართლ მადიდებლობაში რომ მისცეს დაბრკოლება. აი ეს კარგად უნდა იცოდეთ. მართალი სარწმუნოებით შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ მართლ მადიდებლობით არ იყოს. ანუ სიმართლით ვერ ადიდებდეს უფალს, იმიტომ რომ არ იცოდეს, რაღაცა ეშლებოდეს და აი ესეთი ბუკვალური გაგება ქონდეს. გნებავთ წმინდა წერილისა, გნებავთ ჟულისა, გნებავთ მცნებებისა, რომელიც მოცემულია და ეს ბუკვალური გაგება ძალიან ხშირად აი ესეთ შედეგებს იწვევს ადამიანში, ისევე როგორც ებრაელებში იწვევდა ესეთი გაგებას და
მოგეხსენება ამ ბუყვალური გაგების გამო ფარისეველთა სექტამ რაც აღასრულა ქრისტეს წინაშე, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენ თვითონაც ესეთი რამ გვემართება ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ რატომ არის მაშინ შესაბამისად ძალიან ბევრი სექტა, ძალიან ბევრი განხეთქილება, იმიტომ რომ ადამიანები რაღაცა მიდრეკილი ვართ ამისკენ, სასწაულების ძიებისკენ ვართ მიდრეკილი. მე გეტყვით, სასწაულს ვინც ახდენდა, ის ემალებოდა საკუთარ თავსაც კი, რომ მისი ხელიდან არ გამოსულიყო ეს სასწაული, ეს იმდენად ძიმე და აი რაღაცა თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორი ტვირთია, როგორი სიმძიმეა. თუ არ მეშლება ნიკოლოზ სერბიწერს ესეთ რამეს რომ წარმოიდგინეთ მზე, როგორი თბილია, საყვარელია, ყველა მცენარე აბსოლუტურად, ფრინველი, ცხოველი, ყველაფერი მიელთვის მის სხივებში გათხოვა უნდა ადამიანებს. რაღაცა აი ძალიან კარგია და მზისგან როგორ სულ გმულობთ თითოეული ჩვენგანი. მაგრამ მზეზე რა ხდება, იცით? აფეთქებები, ცეცხლი, უბედურება იქ ახლოს ვერავინ ვერ მივა. მზე ესე იწვის და მზე ესე თავის თავს წვავს იმისთვის რომ შენ ეს ენერგია მოგანიჭოს და სწორედ ეს არის იმ წმინდანისთვის, რომელსაც თქვა სასწაულის აღსრულების საშუალება მიეცა, სწორედ ესეთი დამწველობითი მოღვაწეობა გახლავთ ეს. რატომ გავიხსენე, იცით ეს ამბავი, რომ პავლე მოციქული დღევანდელ ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ წერს ესეთ რამეს, რომ ნეო ეხლა დრო არ მეყოფაო, გამეღიმა მართალი გითხრათ რო ვისმენდი, იმიტომ რომ დრო არ მეყოფაო, ყველა შესახებო სათითაოდ მოგიღოთ და სახელები აქვს ჩამოთვლილი, რომ თქვენო ამის შესახებ ყველა იცითო და იქ ასახელებს მოსეო, მერე საჯულებს ასახელებს სამსონიო, გედეონიო, მერე იქეთ ჩამოყვება წინასწარმეტყველებს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ესენი არ ვიცით. და ძალიან ხშირად ამიტომაც ვართ ხოლმე მართლმორწმუნეობაში უფრო ვიდრე მართლმადიდებლობაში, იმიტომ რომ არასწორად გვესმის რაღაცა საკითხები. აი საკმარისია ყველა ჯვარი გვეწეროს მსგავსი ცდომილებისგან, მაგრამ ოდნავი რაღაცა ავტორიტეტი მოიხვეჭოს მგდელმა და თქვათ მე რომ გამოვიდე ახლა გამბიონზე და დავიწყო რომ იცით მე გამოცხადება მქონდა, ეხლა წუხელის რაღაც ესეთი გამოცხადება ვიხილე და მე ყოველღამე ესე შემპირდა რომ გამოცხადება მექნება და დავიწყო რაღაცა თქვენთან სწავლება. იცით რა, ყველა თუ არა ნახევარი მაინც ამ ჩემს გამოცხადებას დაუჯერებს და წავა მოკლედ ახალი სწავლება და ახალი მიმართულება და აუცილებლად რაღაცა ესე იგი სექტასავით ჩამოყალიბდება და მართლმადიდებლობაში ვიქნებით, იმიტომ რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვდგავართ, მაგრამ მართლმადიდებლები არ ვიქნებით. ამისკენ მიდრეკილები ვართ. ასე რომ ადამიანები, რომლებსაც ესეთი გამოცხადება ჰქონდათ, არავის არ ეუბნებოდნენ ამის შესახებ თავიანთი მოძღვრის გარდა, თუ რაღაცა განსაკუთრებული არ იყო და თუ რაღაცა მართლა ხალხისთვის სათქმელი არ იყო, იმიტომ რომ ეხა ისაია წინასწარმეტყველი ვერაფრით ვერ გაჩუმდებოდა ის რომ არ ეთქვა საზოგადოებისთვის დანაშაული იქნებოდა და ასეც ამბობს ეზეკიელს ეუბნება უფალი რომ თუ შენ არ მიხვალ და არ ამხელ ცოდვილს, მაშინ იმის ცოდვა შენ მოგეკითხება. და თუ მიხვალ და ამხელ და ის არ შეინანებს, მაშინ შენ თავისუფალი ხარ ამ ცოდვისაგან და ის დაიჯდება სწორედ ამ ცოდვის გამო. ასე რომ წმინდანობა დანო ძმანო იქ რომ იყო ჩამონათვალი რომ თქვენო ეს ისტორიები იცითო დაუყვნეს პირნი ლომთანიო. იცით ეს ისტორია? დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ხაროს ჩააგდეს და არ შეჭამეს შიერმა ლომებმა. იქ სამი ყმა რომელიც ცეცხლში არ დაიცვა დანიელთან ერთად მოღვაწეობდნენ. იქ რომელიც განიხერხნესო არასახელებს სახელს ისაია წინასწარმეტყველი გახერხეს. იქ კიდევ იყო რაღაც, იქცეოდნენ თხის ტყავებით და ხალენებით და ეს თხის ტყავით შესამოსელი იყო მათთვის და ესე ცხოვრობდნენ ისინი. ძალიან ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცისთვის არანორმალურად, მაგრამ ამ დროს ისინი ღვთის კაცები იყვნენ და ნახეთ როგორ ამთავრებს. რომელთა ღირსიო ეს სოფელი არ იყო. ანუ იმდენად დიდი არის მათი ღვაწლი, იმდენად დიდი არის მათი დამსახურება, რომ ეს დაცემული სოფელი არ არის მათი ღირსი. მაგრამ ღმერთი მოწყალეა და აი ამ მოწყალებით გვაძლევს ჩვენ ყველაფერს. ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმი დანო და ძმანო კიდევ ერთხელ უნდა გაგიმეორო. ეს არ არის ის რომ ხარ მართალი სარწმუნოება რომ გიპყრია ხელში, არამედ მართალი დიდებისა, მართალი დიდების სარწმუნოება გახლავთ. ესა რომ სიმართლით ვადიდებდეთ უფალს და წეგან რითიც დავიწყე რომ ხატმე ბრძოლეობის ერესიმეთკი რატომ იყო? რომ არ გვეღიარებინა განკაცებული მაცხოვარი. მთელი ბრძოლა ეს არის. მთელი შემოტევა ეს არის რომ აი ნახეთ როგორი რამ ხდება, რომ რატომ უნდა აიგრძალოს ხატი. ძველ აღთქმაში გასაგებია, იმიტომ რომ ღმერთი არავის არ უხილავს, მაგრამ ახალ აღთქმაში ხომ ვიხილე? არა, მაინც გიგრძალავს შენ ხატზე თაყვანისცემას, იმიტომ რომ თუ კი
აქედან იწყება პირველი ნაბიჯი ეს იქნება თუ კი ხატის თაყვანისცემას ამიგზალავ მისი გამოსახულების შეხედვას ამიგზალავ ამის შემდეგ იმასაც მეტყვი რომ ღმერთი არ განკაცებულა და ამით დამთავრდა თუ არ განკაცებულა ესე იგი არც აღდგომა მომხდარა და მაშინ ფუჭია აბსოლუტურად ყველაფერი შემთხვევით ხომ არაფერი ხდება აი რამდენი ადამიანი ხართ რომელიც ჩემთან აღსარებაზე პირველად მოხვედით თქვათ იქამდე არ ქონდა რომელიმესთვის ხო არ გამჩენია ესეთი შეკითხვა რომ მეკითხოს ერთი კაცი მოვიდა და ვეკითხები რომ თქვენ ჯერათ თუ არა მეთქი რომ ქრისტე ღმერთი იყო და ჯვარს ეცვა და რომ ესე სიკვდილით მეუთხარი ჩვენ სიკვდილი სიკვდილისგან გამოგვეხსნა და აღდგა მეთქი არაო მაგისი არ ჯერა მართლა გეუბნები არავისთვის არ მეკითხავს აი რატომღაც თითქოს ღმერთმა მომცა და ვკითხი ამ ადამიანს უბრალოდ ჩვენ პირადი საუბარი იყო და არაო მაგისიო არ მჯერავ მეუთხარი აბა მაშინ რა აზრი აქვს მეთქი აი რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ აქ ერთად შენ აღდგომის არ გჯერა მე კიდე აღდგომაზე უნდა გიქადაგო ყოველ კვირას გამოვიდე და აღდგომაზე გელაპარაკო მეთქი და ეხლა სანამ ამას არ მიიღებთ მეთქი სანამ ამაში არ დარწმუნდებით მეგობრობა ჩვენი შეიძლება მეთქი მაგრამ ერთ ბარძიმში ვერაფრით ვერ მოთავსდებით იმიტომ რომ იმ ბარძიმში სადაც ჩემი აღდგომილი ქრისტეა და თქვენ არ გჯერათ მისი მეუთხე როგორ შეიძლება ჩვენი ერთად ყოფნა ასე რომ არის ესეთი რამდენი ადამიანიცა იმდენი აზრი სხვათა შორის ერესი სწორედ ამას ნიშნავს ერესი პირდაპირ ოთარგნოთ ნიშნავს ამ სხვადასხვა აზროვნებას სხვადასხვა აზროვნებას არავითარ შემთხვევაში არა ისე როგორც ჩვენ რომ ვთქვათ რაღაცის შესახებ შეიძლება სხვადასხვა აზრი გქონდეს არამედ სარწმუნოებრივ დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით ასე რომ ამდენად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის სარწმუნოებრივ დოგმატური საკითხი რომ ის იყოს მართლმადიდებელი და არა მართლმორწმუნე იმიტომ რომ მართლმორწმუნე ადამიანები ძალიან ხშირად არასწორად ადიდებენ და ეს შეცდომაა პირდაპირ კეთილი შეცდომაა იმდენად რომ ადამიანი შეიძლება ამ ზომამდე მიიყვანოს რაც იყო მე-7 საუკუნის ხატები გინახავთ მე-9 საუკუნის არის მე-6 საუკუნისაც არის ფოტოშოპი მე-7 წარმოიდგინეთ რამხელა დანაკლისი აქვს სოფლიოს შეიძლება თითოეულა სადმე იყოს ეხლა და აი მაგალითად ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ვიცით რომ სწორედ ამ დროს მახვილი რო უგმირა ხატმებრძოლობის დროს ერთმა მებრძოლ ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ეს ისე კი არ იყო რომ ვიღაცამ თქვა ხატებს თაყვანი არ უნდა ვცეთ და ამ ეკლესიაში ასე იყო ამაში იყო იმპერატორები იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ წარმოიდგინეთ ეშმაკს აი როგორი გონების დაბნელება შეუძლია რომ იმპერატორს გეგონება მეტი საქმე არ ქონდა რომ ქვეყანა მართოს ებრძოდა ხატებს ეკლესიაში და იყვნენ ადამიანები რომელთაც მართლაც ეს სოფელი შეიძლება ვთქვათ ის მაქსიმე აღსარებელი მათ შორის რომელიც ძალიან დიდი წმინდა მამაა და ისეთი მოწამეობა აქვს მათ გადატანილი და ისეთი სასჯელები აი ენა ამოგლიჯეს პირდაპირ და ნუ საშინელებები გაუკეთეს ეს იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც ამას ისე ებრძოდა და ფაქტიურად ამ ერთმა ადამიანმა გადაწუნა მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ რატომ იმიტომ რომ მართლმადიდებელი და არა მართლმორწმუნე ასე რომ დანო და ძმანო მე მინდა გისურვოთ დღევანდელ დღეს რომ მარხვის პირველი კვირა განვლეთ მშვიდობით ღვთისწყალობით მადლობა უფალს ყოველივეთვის და ვიფიქროთ აი ამ თემაზე. რატომ დაწესდა პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმი? იმიტომ რომ მართლმადიდებლები ვართ, თუ იმიტომ რომ მართლმორწმუნეები ვართ? აი ჩვენ ვინა ვართ? ჩვენი მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა როგორ არის? ამის ფიქრისთვის არის ეს მოცემული და მოგცეთ ღმერთმა ფიქრი, აზროვნება და მოგცეთ ღმერთმა საშუალება იმისა რომ იღვაწოთ იმისთვის რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობით განვადიდოთ უფალი და შევიდეთ აღდგომის სიხარულში ერთობლივი ლოცვით ამინ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ჩვენთან არის ღმერთი